Იგი რა უნდა გითხრათ აი ამ სიბნელეში ამ დროს რატო ვართ გარეთ ესე იგი აი ასე გამოიყურება ჩვენი Honda ჩვენს მომხმარებელს ვუყიდეთ BMW X1 სავარაუდოდ ვინც უყურებს ყველა ჩვენს ვიდეოს და არ მაზავს ვიდეოებს ნანახი გექნებათ ეგ კადრები ჩაძირული მაგრამ ძალიან მცირე დონეზე ჩაძირული 2021 წლიანი BMW X1 შევიძინეთ, რომელიც სულ რაღაცა 11 თუ 12000 მილით არის და უკვე წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ევაკუატორის მძღოლმა გითხრა, რომ ჩვეულებრივ წყნარად და მშვიდად იქოქება ეგ მანქანა, დადის ეგ მანქანა და საერთოდ არანაირი პრობლემა არ აქვს. თან მაგ მანქანამ გადაიტანა ისეთი ისტორიები, როგორც არის ფლორიდის ქარიშხალი, წყალდიდობები და რაღაცები რო იყო. ეგეც გადატანილი აქვს მაგ მანქანას და რავი, სიმართლე რო ითქვას, ვნერვიულობდით და ვღილავდით, რომ შეიძლება რაღაცა ისეთი მოხვედროდა იმ მანქანას, რაც აუქციონის ფოტოებში არ ჩანდა, რადგან რო ვიყიდეთ ეგ მანქანა რა, ფლორიდის შტატში იყო ზუსტად და შემდგომ მოხდა ეგ ყველაფერი, ანუ მიიყვანეს საწყობამდე და მანდ დაიწყო ფლორიდაში წყალდიდობები და მოკლედ ყველაფერი ცუდი რაც შეიძლება რომ მომხდარიყო ყველაფერი მაგ შტატში იყო და მაგ მანქანამ გადაიტანა რაც შეუძლებელია რომ არ მახარებდეს $7400 გვაქვს ნაყიდი ეგ მანქანა თუ არ ვწდები რაც ნუ სასწაული ფასია იმის გათვალისწინებით რომ ჩვეულებრივ იქოქება და დადის ეხლა კიდე დავიძარით და ვნახოთ როგორ გამოიყურება ჩვენი მომხმარებლისთვის ახალი შეძენილი BMW X1 თვითონაც მირეკავს წავით მოვედით ჩვენი მანქანაც ჩამოვიდა Salami, ara. ჩვენი ლამაზმანიც აი ასე გამოიყურება. დასაღები არ არის. დასაღები მეორე არ მოყვებოდა ძმა. ეს მაგრამ ეს ხო იმუშავებს თვითონ პულტი. პულტი ხო, ეს всё, იყოს მაშინ ეგ ზაპასად. დასატენია ალბათ. არა, გაიხსნა. დენიც გვაქვს. აბა, წამოვნახოთ როგორი არის სალონში. აბა, როგორ გამოიყურები შიგნიდან პატარაო. კეთილი იყოს. აუ მიჭირავს. რა, კაი სვეჟია რა. სვეჟა. ძალიან. პოლ, პოლ. აი ხა ვუყურებ ბოლტებს და სუახალი ვითა. აბა პირველი დაკოქვა. Salami. ამოდი მელამელა წა. ხანჯარა ჩამოწი რო გაგაგო. просто ჩეკები გვინთია ყველაფრის. ამოდი მელამელა. მოდი შესწორად მოდი. აი ეს ჩეკები გვინთია ეხლა ამ მომენტისთვის. სავარაუდოდ რომელიღაცა ბლოკს მოხვდა მაინც წყალი. ესე იგი ნეიტრალი. აუცილებლად. მოკლედ, რაც შეეხება თვითონ მანქანას და რას ვხედავ მე ეხლა. ანუ 12000 მილი გვაქვს გარბენი. ეხლა ვნახოთ ერთი, აგი 11945 მილი გვაქვს გარბენი. სულ ახალი ვით არის მანქანა.
აი, ასე გამოიყურება. პანორამა ჭერით. მოკლედ ამ მანქანაზე ამ მანქანაზე დეტალურად ვისაუბრებთ, ვიდეოს დავუთმობთ, იმსახურებთ ეს მანქანა. მოკლედ თან ავაწყობთ, თან გაჩვენებთ რეალურად როგორ გამოიყურება, რა ჭირდა და ასე შემდეგ. სუფთაა, ხო? Просто რომელიღაცა ბლოკს ალბათ დარხეული აქვს, იმიტომ რომ ჩეკი გვაქვს, პარკინგი გვაქვს, ანთებული ABS-ი. შეიძლება რომელიღაცა ის იყოს ABS-ის დაჩეკი და ნუ ეხა რული მძიმეა, იმიტომ რომ სავარაუდოდ საბურავები გვაქვს და ეს საბურავების ის იქნება. ეს საბურავი როცა დაშვებული შესაძლოა. ეტა აი ეს არის ჩეკი. შეიძლება ბენზინი რო არის ცოტა, მაგის გამო იყოს და ბენზინი ძალიან ცოტა გვაქვს. ჩემი მანქანა ჩეკს იმიტომ ანთებდა მე 4 სერიას, სხვადასხვა მაგის ვიდეოები არ ხსედებს და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ. იმიტომ ანთებდა ხოლმე რომ ბენზინი ცოტა იყო. ანუ გას რო ვაჭერდი, მე წერდა drivetrain პრობლემას რა. ესე იგი აი ასე გამოიყურება თქვენი დასაღები, რომელსაც აი აქ დავტოვებ. გრელოკი ჩამოყვა, სხვადასხვა კაი საჩუქრებით მოდის მანქანა. ესე იგი, რას ვამოვიდი? როდესაც ბენზინი არ იყო, მაგ დროს წერდა ხოლმე მაგ პრობლემას. იმეც ვიტოვებ, რომ მაგის გამოც იქნება აქ. ესე იგი, კომპლექტაციას რაც შეეხება, ჰარმანი არ გვაქვს, ემპაკეტიც არ არის. მაგრამ ნუ რა ვიცი $7,000 ქარხნულ საღებავზე 12,000 გარბენზე და $7,400 2021 წლიანი X1-ის ყიდვა არის, ნუ როგორი გამართლება წარმოუდგენელია, რომ ვერ აგიხსნათ სიტყვით. ჩემი აზრით ეგრეა რა, რადგან ნუ კარგი მანქანა არის, სულ ახალია და ეს საერთოდ არაფერია რა. ეს პრობლემები საერთოდ არაფერია. კაია? даже ესეთი სუფთა ამერიკიდან რომ მოვიდეს. აუ, ბაზარი არა, ისე მაგაზე არც დაუკვირვები ვარ. აუ, ესეთი და ნახე. სხვათა შორის, ამ მანქანამ გადაიტანა ხარიშხალი. მოდი ეგეც ვთქვათ. ხარიშხალი გადაიტანა ამ მანქანამ. ო. აი, ახანს ფლორიდაში ხარიშხალი რო იყო. მაგაზე რამდენიც ვინერვიულეთ. კი ვიყავით დაზღვეულები, მაგრამ მაინც მანქანა ეხა ხშირად არ მოდის ესეთ ფასში რა. თან ქართულ საღებავზე ისევ და ისევ უნდა ვიმეორებდე ამას. ძალიან მაგარია. სხვათა შორის, თქვენც თუ გინდათ მანქანა ამერიკიდან, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, ამ რაღაცებს ვაკეთებთ, ვიწერთ მანქანებს, ვირჩევთ მომხმარებლებისთვის. ამერიკა იქნება, იაპონია თუ კორეაც, არ არის პრობლემა, მოკლედ მზად ვართ მივიღოთ და ნუ შეგისრულოთ სურვილები. ეხა მე ვფიქრობ, რომ უნდა ჩავჯდეთ მანქანაში, დავქოქოთ, წავიდეთ, გავბეროთ ეს საბურავები, წავიდეთ ბენზინი ჩავამატოთ ამ მანქანაში და ვნახოთ როგორ გამოიყურება გზაზე ეს მანქანა და როგორ ივლის. პირველ რიგში ნომრები გვაქვს დასამაგრებელი. რაც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ ფიჩი გვაქვს, ზუსტად დღეს ხომ ამბაჟებდით და ზუსტად ფიჩი გვაქვს. ყველა თელსაწყო იმისთვის, რომ ნომრები დავამაგროთ. ჩვენ კიდე წავედით და აი ამ ლამბას შეხედეთ რა. ეს ნახე? მოდი. ინაღამ მოვხდა. даже ესე და კვორიკებზე წექსაჯინ რო წერია. მართლა? აგებ წყლის დონე სად იყო? აი ასე უფიქსირდება წყლის დონე. ეგენი გვაქვს საბარგულში? ეხა რა გეგმა გვაქვს? ეს უნდა დავამაგროთ. მოდი ის. ო, მაკედან. ოკეი? არა, ქვემოდანაა საიდანაც. ეს აქედან არ არის, ნახე? ფარავ ეხა. აბა გვერდიდან, არა, მოიც. აქედან იქნება, ო? სარკეში. ჯიგარი ვასმოის ტუნინგით ჩამოვიდა უკვე. პირდაპირ. ესე იგი. ჰაერის ფილტრი გვაქვს დასამაგრებელი, უბრალოდ ის თვითონ მილი რაც მიაწვდის ჰაერს, არ გავრისკოთ. ბორბლები გავბეროთ, ბენზინი ჩავასხათ. მერე დაქოქილი რო იქნება, მერე ვნახოთ ზეთის დონე როგორი აქვს და მგონი ეგ არის. მერე უკვე წავალთ და დიაგნოსტიკასაც ვნახავთ თუ რა მდგომარეობაშია ABS-ის ბლოკები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მაინც
თუ უწერია რომ ფლადია, შესაბამისად, სადღაც მოხდა წყალი და ეგ უნდა ვნახოთ. კარგი ის არის რომ მხოლოდ ერთი მფლობელი ყავდა და ვერ დააყენებ. არა, გასაგები სჭირდება. მაგრამ ისა ნომრები შურუპავერტი მაქვს. მაქვს. ძალიან მაგარია რომ სადაზღვევოს მანქანა არის, ეგ მომშვიდებს რა. და ხშირად ხდება ამერიკაში რომ სპეციალურად აკეთებენ მაგას წყალს დაღვრიან სადღაც და მოკლედ როგორც ფლადს ასაღებენ და მით უმეტეს როდესაც ისეთი ამბებია როგორც ან ფლორიდაში კი ვიცით რომ ხშირად ხდება ეგეთი რაღაცები ხანდახან ხალხი სპეციალურად აკეთებს და იყენებს ამ ბუნების მოვლენებს ასე ვთქვათ თავის სასარგებლოდ და ცდილობენ რომ სადაზღვევები მოატყუონ. იმედი მაქვს რომ ეგეთი რაღაცა არის, იმიტომ რომ მანქანა ჩამოვიდა და ან დაიქოქა ჩვეულებრივ მანქანა ძალიან მაგარ მდგომარეობაშია და მომწონს. ეხლა კიდე გავაგრძელოთ ჩვენი გზა, ვნახოთ სადამდე მივალთ დღეს და რა ეტაპზე გავჩერდებით. თქვენ კიდე არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად საინტერესო კონტენტი შევაგთავაზოთ, ვმუშაობთ არხზე და გვინდა რომ ასე თუ ისე რაღაცა უკავშირი მივიღოთ თქვენგანაც. ძალიან მიხარია რომ გვერდში გვიდგახართ და ძალიან ხშირად გვიწერთ კარგ კომენტარებს, რჩევებსაც ვისმენ, ვისაც გინდათ რაღაცის დაფიქსირება თქვენი აზრის და კორექტულად აკეთებთ. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. ვინც ცდილობთ რომ რჩევები მოგცეთ რომ გაუნვითარდეთ, მოკლედ ეს ყველაფერი მისაღებია და ძალიან მიხარია რომ ეგეთი აუდიტორია მყავს. ესე იგი, ვტოვებთ ჩვენს ახალ მიღებულ ჯიგოს. ჩავუშვებით ახლა ჩვენს ფიტში, აი ასე ვქნათ. ჩავკეტე. იქით არ დავაკენო აქ შუაგზის. დავარ. აჰა. წავედით ახლა მანქანასთან მივიდეთ. ისიც სხვათა შორის ჩვენი გამოწერილი მანქანა არის, როგორც გახსოვთ ვიც უყურებთ ჩვენს ვიდეოებს, ახლა მიხვდებით რომ მანქანაზე მაქვს საუბარი. სხვათა შორის ჩვენს GOS-დაცაც ამ ადამიანთან ვაკეთებდით, გვერდში გვიდგას და გვეხმარება ყველაფერში. მოკლედ წავალთ ახლა და მანდვე ვნახავთ თუ რამე დაგჭირდება, ყველაფერს წამოვიღებთ აქეთკენ და ნომრებსაც დავაყენებთ ამ მანქანაზე. აი ასე გამოიყურება ჩვენი X3, რომელიც მივიღეთ შარშან, გონი დაახლოებით ამ დროს. იმ დროსაც ციოდა. აი ასე გამოიყურება. თავისი ახალი მეგობარი, რომელიც ჩამოვიდა ახლა მაგისტვის ჩალიჩობთ ახლა და მოკლედ პატარა X-ების კოლექციას ვაგროვებთ. შემდეგი ალბათ X5 იქნება. X5, არა. X2 არა, X4, მერე 5 6-იც არა და ეგრევე 7 და მერე M, X7 Alpina M. უი, რა კაი გეგმა გვაქვს, წავედით. ესე იგი, მოვედით ჩვენს X1-თან ბენზინი წამოვიღეთ პირდაპირ აღარ ვაწვალებთ ამ მანქანას ბენზინის სიარულით. სხვათა შორის ბენზინი ძალიან მნიშვნელოვანია და თუ რომელიმე ბენზინ გასამართი სადგურების ადმინისტრაცია გვიყურებთ, ღია ვართ იმისთვის რომ ვითანამშრომლოთ, ასე რომ შემოთავაზებებისთვისაც ღია ვართ და ველოდებით თქვენს შემოთავაზებებს. ბორბლები გვაქვს გასაბერი. პირველ რიგში ნომრები და მერე ბორბლებს უნდა მივხედოთ. ესე იგი ჩავასხით ბენზინი. ეხლა გავათბობთ მანქანას და წავალთ ბორბლებს მივხედავთ, იმიტომ რომ აქ ვერ მივხედავთ მოკლედ ფიზიკურად.
რა მყარის კოჩი და საკაის კოჩი გინდა ვერ იყიდი ბენზინი ავიდა, კი ავიდა. ეხლა წესით ჩეკი. ოპა, ჩაქრა ჩეკები. ხო რა გადავა. რაღაცნაირად მუშაობს, არა რავი. ჩეკი ანთებული არა, ჩეკები ABS-ის ჩაქრა. რაღაცნაირად მუშაობს, რავი თუ ნორმალურია ხა ეს. ეს ცივია და ეხლა კაცხოვს походу ის ჰაერი რო არ არის ის არა მაგის გამო შეიძლება. ხო конечно чем მანქანაზე ცილობა ისე წავას მაიგა ტიპი მასიური ნახე რა მაგარი 11,955 მილი აქვს გარბენი. გვერდიდან იქნება საუბრობთ, რა? ჰოე. მაშინ კოემოტა. ხო. მაგრამ ყანყალებს რაღაცნაირად. ესეა. ნორმალურია? ხო. всё. ლიტა პაკა თან ამდენი ხანი იდგა. ამას ეხლა ერთი. ზეც ვერ ვნახავთ, არა ჯერ? არა, ნახევარ საათი უნდა გავიდე. დავით ერთი მედია მენიუში. ოკეი. რა ხდება? სამი შეცდომა. სტატუსში შევიდით. ბორბლები ვიცით. ცუდი რო გვაქვს. ჩეკ კონტროლი ვნახოთ. ჩეკზე არაფერს არ ანთებს. არაფერს არ წერს უბრალოდ. Low tire fuel reserve. მესამე ჩეკს არ ანთებს. low tire რა. Low tire არის ბორბლები. ბორბლების ისა წნევა შეგვიძლია ვნახოთ. ეხა ვერ ნახავ მაინც ისინი არ აქვს. მოიცა ეკრანი. პიპკები კი არა და ზალატნიკები არ აქვს. Brake fluid. ამის გამო ანთებდა ABS. სითხე არ აქვს. სამოხრუჭე. ეს სითხეა იქა. სავარაუდოდ კი ალბათ. იმიტომ რომ აქ წერს რომ არ აქვს სითხე. ზეც ნორმალურს წერს 4800 მინუსშია გამოსასვლელი და ზოგადადაც ტექნოლოგიურობა არ ჭირდება. ამას რა ჭირს? ესეც არ არის მასე, იმიტომ რომ ახლო მომავალში დაგჭირდება. რა. ეს წარმატებული. კარჩი ABS-ი გაუქმდა, ABS-ი ნორმალურად აქვს. ეხლა ბორბლებს რო დავბერავთ, გაუქმდება და აი ჩეკზე შეიძლება რაღაცა დაგჭირდეს. ესეც ესეც ჩავა. ესეც ჩავა. მოკლედ ჩეკი დარჩა და ეს ბორბლები. ნახავ, ჩეკს იმას კომპიუტერს რო შეუერთებ. წავედით მაშინ. ტრაგის გათბობა არ არის, ხო გათბობა ხო არის. აი ხელები მაინც გავვითხოვთ ვეყინებით ჩემი. ეს გამორთეთ. ესე იგი მოძრაობთ, ბორბლები ხმაურობს, მაგრამ თვითონ მანქანა საკმაოდ კარგად დადის, თან ABS-იც გაცოცხლდა რაღაცნაირად და ნუ მოკლედ არ ვეხებით იმას, კაია, კარგად გრძნობს თავს. ესე იგი რეინჯი გვაქვს 48, სამოხრუჭე სითხეს სერვის წერს და ბორბლებს, რაც ისედაც ვიცით. ეს ფერები ესამის ფერზე შევცვალეთ, რა ვიცი, ნორმალურია მანქანა მომწონს. ეხა გავბეროთ ბორბლები, ცოტა ნორმალურად გავიაროთ და მივხვდებით, აკე ვულკანიზაცია 27-ზე ხია. რა საშინელი ხმა აქ იმას? ციმციმას. გავაიცო. რა ვიკითხოთ ბიჭებს თუ გვიშველიან. თუ გვიშველებენ, თუ გვიშველიან, თუ გვიშველებენ. თუ გვიშველებენ, ხო? ჩეკიც ჩაქრა. მოკლედ გამოჯამთელდა მანქანა სანამ მოვედით რა. ერთადერთი მინუსი ის არის რომ როგორც ჩემს G30-ზე იგივენაირად არის მოტეხილი ერთი საბურავის სამატებ არის, ნუ მოკლედ პიპკას რადგან აერთებთ ეგ არ ვიცი ქართულად რა ქვია. სადაც ჰაერს ამატებ ეგ არის მოტეხილი და ფიზიკურად ვერ ვამატებთ ისე რომ დარჩეს ეგ ჰაერი შეგნით რა. უკანა მარჯვენაზე. ან დანარჩენებზე ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ველოდებით ეხა იქნებ რამე მოვიფიქროთ და ერთადერთი ეგ არის, ჩეკიც კი აღარ გვაქვს. ანუ აი, კარგად შევხვდით ამ მანქანას, ეს მანქანაც კარგად შევხვდა. ნელ-ნელა BMW-სკენ ვიხრები და მომწონს BMW. ნუ ეხა ეს ისეთი კლასის BMW არ არის, რომელიც ალბათ უმეტესობას მოგწონს, მაგრამ როგორც მანქანა ისე შევხედოთ და კარგი პროექტი არის მარტივი.
ხა იმედია საბურავსაც მოვერევით და ეგ არის. საბურავი რაღა პრობლემა არის, ისეთი რომ ვერ მოვერევით, იმიტომ რომ ამერიკიდან კი იცით, ვინც უყურებთ ჩვენს არხს, ისეთ რაღაცებს ვიღებთ და ისეთ რაღაცებს ვამუშავებთ, რომ მოკლედ შევაზრდებთ ხოლმე და ეს მარტივი გასეირნება არის. ესე იგი უკანა ბორბალი დაგვრჩა ისევ პრობლემით, მაგრამ ნუ არ აქვს მნიშვნელობა, უკვე გვიანია. დავამშვიდობებით ახლა ამ მანქანას. ეს სახში მშვიდად წყნარად დავიძინებ და მე როდესაც აიწყობა ეს მანქანა აუცილებლად გაჩვენებთ რა გამოგვევიდა, დღის შუქზეც გაჩვენებთ. იმ X3-საც უნდა გადავუვოთ მიმოხილვა, ამ X1-საც გადავუვებთ მიმოხილვას აუცილებლად და მოკლედ შემოგთავაზებთ ვეცდებით რომ ასე თუ ისე გაჩვენოთ რა მანქანებია, რა განსხვავება აქვს და ასე შემდეგ. შეიძლება ერთადაც გადავუვოთ რა. არხი გამოიწერეთ და ლაიქით ვიდეო და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი სამიზნე მანქანებისკენ მოძრაობას.